ბუნებრივია ბრუნდებით რეკლამის შემდეგ ეკონომიკურ თემებზე პირველ კონსულტაციებს საქართველოს პრეზიდენტი სწორედ მასთან გადის, მან იცის როგორ გაზომოს ტენდენციები და როგორ მოახდინოს მათი გასაგებად ინტერპრეტირება. ის ქალია, ახალგაზრდა და მიზანდასახული, ამიტომ და არა მხოლოდ ამიტომ ცხადია, ის დღეს ჩვენი სტუმარია. მაია მელიქიძის ნარატივით დღევანდელ გადაცემაში ვინტერესდებით. მაიკო, მოგესალმებით, უღმესი მადლობა მობრძანებისთვის და თქვენი ძალიან ძვირად ღირებული დროის დაცმობისთვის გადაწყვეტილ სამუშაო გრაფიკში. ცხადია, შეამოვნებს თქვენი არაჩვეულებრივი აურაც, რომელიც უკვე ქალების ნარატივის სტუდიაში სუფევს და ამისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ცხადია აქვე და პირველივე კითხვა რომ არ დაგისვა არ შემიძლია. მე მთავარი რაც დღეს ლიდერშიპში მყოფ ქალს სჭირდება. რამდენად კომფორტულად გრძნობ თავს? მოგესალმები გვანცა, ძალიან კარგი წამოწყებაა უპირველეს ყოვლისა ქალების ნარატივი, არაჩვეულებრივი ინიციატივა და რაც შეეხება ქალებს, ეს არის ჩემი კრედო არის ცხოვრების never give up. არასდროს არ დანებდე. რამდენად ხშირად ამართლებს never give up და რამდენად ხშირად გჭირდება ამ ფრაზით საკუთარი თავის мотиваცია? ზოგადად ალბათ დამეთანხმები, რომ ცხოვრება სავსეა სირთულეებით, გამოწვევებით და ხშირად ადამიანებს აქვთ იმედგაცრუება, რაღაცა მოლოდინი, რომელიც არ მართლდება. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც უნდა ვნახოთ საკუთარ თავში ძალა იმისა, რომ დავიწყოთ ყველაფერი თუნდაც თავიდან და ვიბრძოლოთ მიზნის მისაღწევად. სირთულეების გადალახვა პრინციპში ერთგვარ სტიმულსაც გუმატებს და კიდევ უფრო მეტი წარმატებით შეუდგებით ხოლმე საქმიანობას. კომფორტულად გრძნობ თავს იქ, სადაც ხართ? ნამდვილად კომფორტულად გრძნობ თავს იქ, სადაც ვარ. შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული ადგილია. აი, საქმიან შეხვედრებზე მაგალითად თავს პრივილეგირებულად თუ გრძნობთ ჯენტლმენებთან მიმართებაში. უამრავი მამაკაცი, ეს უკვე დამტკიცებული ფაქტი არაერთ გზის, რომ მამაკაცები ჭარბობენ პოლიტიკაშიც, ბიზნესშიც, თუმცა ქალბატონი როცა შედის საქმიან შეხვედრაზე, იქ რა ხდება? გრძნობთ თავს უფრო პრივილეგირებულად თუ საქმეა? უნდა ვაღიარო, რომ საქმეა. იცით რა, დემოკრატიული პრინციპი, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და მისი გუნდი და ზოგადად პრეზიდენტი, ძალიან მნიშვნელოვანია ეს განსხვავებული აზრის პატივისცემა. ზოგადად დიალოგი, რაღაცა უცნაური სიტუაციებიდან გამოსავლის პოვნა და teamwork-ი, რაც არის ერთობლივი მუშაობა. გამომდინარე იქიდან, რომ აი ეს ატმოსფერო სუფევს ურთიერთპატივისცემის, ურთიერთდიალოგის, დისკუსიის, განხილვის, შესაბამისად თითოეული ჩვენთაგანი, მამაკაცია ეს თუ ქალბატონი, არანაირად არ უგრძნობთ ერთმანეთთან, ასე ვთქვათ, დაჩაგრულ მდგომარეობაში. ცხადია, ეს აუცილებლად უნდა იყოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება სხვა შეხვედრებს, ანუ რო გავცდეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, იგრძნობა ხოლმე გარკვეულწილად დომინანტური როლი მამაკაცების მხრიდან, მაგრამ როდესაც შენ ხარ თავდაჯერებული როგორც ქალი, მომზადებული კარგად შეხვედრისთვის, გაქვს არგუმენტები, შეგიძლია რომ შენი პოზიცია საკმაოდ კვალიფიციურად და კომპეტენტურად დაიცვა, ამ დროს უკვე ეს შენ გმატებს мотиваციას, რომ იყო ძლიერი და წარმატებული და სწორად წარმართო ის დიალოგი, რომელსაც ვიტყოდი მამაკაცები ცოტა ეჭვის თვალით უყურებენ, როდესაც ხედავენ ქალბატონს. არის ეს მომენტი, არაერთხელ შეგიმჩნევიათ, ეს მაინტერესებდა, სწორედ აქეთკენ მივდიოდი. ხანდახან ყოფილა ულტიმატუმის ენით საუბარი, მაგრამ კი ყოფილა ულტიმატუმის ენით. ამ დროს როგორ იქცევა მაია მელიქიძე? ამ დროს მაია მელიქიძე არავითარ შემთხვევაში არ ნებდება თავის პოზიციას, არ გადადის. Never give up ისევ? ზუსტად. და თუ საჭიროა დიალოგის გაწყვეტა, იმ კონკრეტულ შემთხვევაში წყვეტავს კიდევაც. თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი საქმიან შეხვედრაზე პარტნიორთან? რა არის პირველი თვისება, რომელიც ხიბლავთ ამ პირიქით გაღიზიანებთ? პირველი თვისება, რომელიც არის, ეს არის საქმიან გარემოში ურთიერთპატივისცემა და განსხვავებული აზრის სწორად წარმოჩინება. და მომზადებულობა აქვე რა თქმა უნდა საქმის. რა თქმა უნდა, კვალიფიკაცია და არა ვთქვათ იმ ჭრილში გადატანა, როგორც არის გენდერი. არამედ საქმეზე საუბარი, შინაარსობრივ კონტექსტში საუბარი. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც მაღიზიანებს და არ მსიამოვნებს, ეს არის ულტიმატუმის ენით საუბარი, რომელიც არაერთხელ ყოფილა პრინციპში ამ ხელა სამუშაო ფონზე. რამდენად ხშირად საუბრობთ პრეზიდენტთან? თქვენ ახსენეთ კომუნიკაცია და რამდენად ხშირად ითვალისწინებთ თქვენს აზრს, ესეც საინტერესოა პრეზიდენტი. საკმაოდ ხშირად გვაქვს კომუნიკაცია, ყოველდღიურ რეჟიმში შესაძლებელია დღის განმავლობაში, მთელი დღის განმავლობაში ვქონდეს საუბრები ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე. ბატონი გიორგი არის ის ადამიანი, რომელიც ატარებს დემოკრატიულ ღირებულებებს და აქედან გამომდინარე, ჩვენ ხშირად გვაქვს დისკუსია, დებატი, განხილვა, პოლემიკა. ვინ არის გამარჯვებული აქ? იცით რა, მოდით ვიტყოდი ბალანსია. ბალანსია აქაც დაცული. ეს ყველაზე კარგი გამოსავალია, ცხადია, ეს არის მნიშვნელოვანი, რთულია იყო პრეზიდენტის მრჩეველი მაია. გამოწვევებით სავსეა, ნამდვილად, იმიტომ რომ ეს არის, ვიტყოდი, საინტერესო
დინამიური, ორდინალური, ასე ვთქვათ, ურთიერთობა, იმიტომ რომ პირველი პირის დარწმუნება გიწევს იმ რეალობაში, რომელშიც ცხოვრობდა ეკონომიკა არსებობს. მოგეხსენება, ჩვენი ეკონომიკა არც თუ ისე პროგრესულია ბოლო პერიოდში, გარეთ თუ შიდა შოკებიდან გამომდინარე და ამიტომ ტემპით ვითარდება ამ ბოლო პერიოდში, ამაზეც საუბრობთ ალბათ პრეზიდენტთან. აუცილებლად საუბრობთ და პრეზიდენტს შეიძლება ითქვას, რომ იმედია ძალიან მალე მოფიქრებულ იქნება. რა დოზით უნდა იყოს ჩართული ქალი პოლიტიკაში? მაია, ეს არის საინტერესო და რა სახის ვითარება გვაქვს დღეს ამ კუთხით. თქვენი გადმოსახედიდან რაზე მეტყველებს ეს? მე ვფიქრობ, რომ ქალის როლი ძალიან მნიშვნელოვანია და გადამწყვეტია ქართულ პოლიტიკაში. იმიტომ რომ ქალები, მე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში გონიერი, წარმატებული, მიზანსწრაფული ქალები არასდროს არ უყურებენ საკითხებს, მოდი ასე ვიტყოდით, წიგნს არ განიხილავენ მისი ყდის მიხედვით. ყოველთვის ცდილობენ შეისწავლონ მისი შინაარსი და მხოლოდ შემდეგ უკვე მიიღონ გადაწყვეტილება, რომელიც აბსოლუტურად ყველა რისკს, ყველა კრიზისს გათვლის და დებს იმ გადაწყვეტილებას და იმ ღირებულებების პრინციპების გატარებას ახდენს და არასდროს არ გადადის ამ ღირებულებებს. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ქალები პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ და ითამაშებენ კიდევ მომავალში და ამასთანავე დიპლომატიის რანგი მე ვფიქრობ ქალებს საკმაოდ დიდი დოზით მოეთხოვება და არაერთხელ დაუმტკიცებიათ ისიც, რომ შეუძლიათ დიპლომატიური მეთოდებით გარკვეული წარმატების მიღწევა და კონსენსუსი არის მათთვის მნიშვნელოვანი. ანუ ქალბატონებს გვაქვს ის თვისებები, რომელიც რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია უკვე საქმის უფრო მეტად წარმატებისთვის, ამას ხაზი გაუსვათ. ეკონომიკურ რჩევებს მაე თქვენ ეძლევთ პრეზიდენტს და პრეზიდენტი თუ გაძლევთ რაიმე სახის რჩევებს, რომელსაც თქვენ ითვალისწინებთ უკვე აქტიურად. პრეზიდენტთან მაქვს რა აქტიური კომუნიკაცია, ნამდვილად, უბრალოდ მე ვიხსენებ ჩვენს პირველ შეხვედრას. გავიხსენებ, როდესაც მე ვესაუბრე ეკონომიკური პარამეტრების შესახებ, შემდეგ მან ესე მითხრა, რომ ეს ყველაფერი უნდა ავიყვანოთ სახელმწიფოებრივი ინტერესის დონეზე და სახელმწიფოებრივი ინტერესი უნდა იყოს აუცილებლად გადამწყვეტი. აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი უნდა გადაითარგმნოს შესაბამისად პოლიტიკურ კონტექსტში. ამაზე უნდა ვიმუშაოთ ერთობლივად. ასე რომ ეს იყო მაია, თავარ გამოწვევად ეკონომიკაში რას მიიჩნევს პრეზიდენტი? გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ აბსოლუტურად ერთ-ერთს დავასახელებ, სოციალური კვლევები არაერთს ამტკიცებენ იმას, რომ უმუშევრობა არის ყველაზე მტკივნეული პრობლემა. საქართველოს პრეზიდენტის ძალიან დიდი გულის ტკივილია, ისევე როგორც მისი გუნდის უმუშევრობა, რომელიც საკმაოდ მაღალია ამ ქვეყანაში. ამასთანავე ჯანდაცვის თემებიც მნიშვნელოვანია. მცირე და საშუალო ბიზნესი არის განხილვის თემა. ადგილობრივი წარმოება ასევე გადამწყვეტ როლს თამაშობს, რომელიც საჭიროებს უსაზღვროდ დიდ ხელშეწყობას. მნიშვნელოვანია პენსიონერების მდგომარეობა, იგივე საპენსიო სისტემის შექმნა, იმიტომ რომ პენსიონერებს დღეს მხოლოდ და მხოლოდ ვფიქრობთ საარსებოდ ყოფნით ის თანხა და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ საერთაშორისო პრაქტიკა იყოს დანერგილი ჩვენს ქვეყანაში. არის ბევრი საკითხი, რომელზეც თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ ვსაუბრობთ, იგივე კაპიტალის ბაზრის შექმნა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არსებითად გადამწყვეტია ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ბიზნესმა ნახოს ალტერნატიული წყარო, არა მხოლოდ კომერციული ბანკის საშუალებით მოიზიდოს თანხა, არამედ სხვა წყაროებიდანაც მოიზიდოს. საპენსიო რეფორმა სავალდებულო უნდა იყოს, მე ვიკოთ და ეკონომიკის კუთხითაც განვიხილოთ ეს. თუ ჩვენ გავითვალისწინებთ იმ მაგალითებს, რომლებიც მსოფლიოში არსებობს, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ასეთი ქვეყნისთვის. დიდი ბრიტანეთის მაგალითს თუ მოვიყვანთ, ძალიან კარგად მუშაობს ეს სისტემა დიდ ბრიტანეთში და მე მაქვს მიღებული განათლება გერმანიაში, ამერიკაში, ისრაელში და აფთოვანებული ვარ იმით, როგორ ცხოვრობს ასე ვთქვათ იქ ხალხი და ძალიან მომწონს ის მდგომარეობა, რომ მოხუცებს არ აქვთ ის პრობლემები, რომელიც აქვს ჩვენთან დღეს პენსიონერებს და სულ ვფიქრობთ იმაზე, რომ წარმატებული მაგალითები, რა თქმა უნდა, ავიღოთ და ბუნებრივია განვახორციელოთ საქართველოში. არაერთი წარმატებული მაგალითი ჩამოგიტანიათ თქვენს, პრინციპში ეს არის ის დაუსრულებელი პროცესი, როდესაც რა თქმა უნდა მივიღოთ მეტი სხვადასხვა ქვეყნებიდან, სხვადასხვა კომუნიკაციებიდან, რაც ასევე მნიშვნელოვანია კომუნიკაცია. ერთ-ერთი წარმატების განმაპირობებელი ფაქტორია დამეთანხმებით, მაიკო. თქვენი გადმოსახედიდან რომელ სექტორშია ქალი უფრო მეტად წარმოჩენილი საქართველოში, მსოფლიო მასშტაბს რომ გავწდეთ ამ შემთხვევაში, საქართველოში სად არის ყველაზე მეტი ქალი? რომელი მიმართულებით?
საქართველოში ამ ბოლო პერიოდში უკვე ქალი მეწარმეების რაოდენობა დროთა განმავლობაში უფრო იზრდება და ეს მე მართლა ძალიან მახარებს. იმიტომ და ვხედავ, რომ ძალიან ბევრი კრეატიული იდეა იბადება. ჩემთანაც მოდიან ქალბატონები, რომლებისთვისაც მე ვარ ხიდი დამაკავშირებელი საინტერესო იდეით, წერენ საქართველოს პრეზიდენტის სახელზე წერილებს და შემდეგ მე უკვე ვაკავშირებ მათ იმ შესაბამისი პროგრამების ხელმძღვანელებთან. ყველაზე ხშირად რას ითხოვენ ქალები, მაია? მე ვიტყოდი გარკვეულწილად ტრეინინგებს. ლიდერშიპის მიმართულებით და ითხოვენ ეს კარგი ტენდენციაა უკვე ნამდვილად. ნამდვილად და გარკვეულ ცოდნებს მეწარმეობასთან მიმართებაში. არის იდეა, თუმცა როგორ ვაქციოთ ეს იდეა რეალობად და როგორ იყოს ეს წარმატების ფორმულა. მაიკო, ფინანსურ ხელმისაწვდომობაზე თუ არის გამახვილებული ყურადღება, იმიტომ რომ ეს პრობლემა დგას არ მხოლოდ ქალბატონებში, არამედ მამაკაცებშიც. არის ხშირი მიმართვიანობა ამის? არის ხშირი მიმართვიანობა ბიზნესს რომ შევხედოთ, ევროპის საინვესტიციო ბანკი ძალიან აქტიურად მუშაობს ამ თემაზე, იგივე EBRD-ც ძალიან დიდი დოზით იგეგმება კიდევ უფრო მეტით ინვესტიციების განხორციელება საქართველოში და შესაძლებელია პირდაპირ გზით კომუნიკაცია ამ საერთაშორისო ინსტიტუტებთან და ასევე კომერციული ბანკების საშუალებითაც. ამასთანავე ქვეყანას აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრამა, რომლის საშუალებითაც გიფინანსებთ პირველი 2 წლის განმავლობაში საკმაოდ დიდ თანხას აღებული სესხისა. ესეც გარკვეული სტიმულია და ამასთანავე დგება გარანტად. შემდეგ უკვე პირველი 2 წლის შემდეგ უკვე მაქსიმალურად გიწყობს ხელს, უკვე კვალიფიკაციის, კონსულტაციის, მოცემით კვალიფიკაციის ამაღლებით იმისათვის, რომ შენ განეგრძო დამოუკიდებლად არსებობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია. მაია, თქვენ რომ იყოთ დღეს სტარტაპერი ქალი. რომელ ბიზნეს მიმართულებას საერთშევით? რა არის ყველაზე მომგებიანი თქვენი გადმოსახედიდან დღეს? ძალიან ბევრი სფერო შემიძლია დავასახელო. ერთ-ერთი რაც ყველაზე საინტერესოა ქალებისთვის, ბოლოს მქონდა ჩემს ერთ-ერთ მეგობართან საუბარი, რომელმაც აღნიშნა დიზაინერობა, კი ბატონო. სამოსის დიზაინერობა და ძალიან საინტერესო იდეები აქვს და უკვე დაიწყო საქმიანობა. ქალი მეღვინეები მომრავლდა, რამდენადაც გასაგები. თქვენც გიყვართ სავარაუდოდ ღვინოს დაგემოვნება, დეგუსტაციის თვალსაზრისით. ქართული ღვინო მით უმეტეს და შესაძლოა ამ მიმართულებითაც დაინახოთ საკუთარი თავი. ბავშვობის ოცნება თუ გქონდათ, მაია, პროფესიის კუთხით? ბავშვობის ოცნება რომ არ დაგიმალოთ, ყოველთვის ფიქრობდი იმაზე, რომ ყოფილიყავი წარმატებული ჩემს სფეროში. პოლიტიკა და პოლიტეკონომია იყო ჩემი დაინტერესების სფერო. ბავშვობიდან? ხანდაც არ უნდა გაგიკვირდათ ბავშვობიდან. რა საინტერესო? ვიყავი 12 წლის, როდესაც საზოგადოებათმცოდნეობის უბრალოდ პატარა ნაკვესი ჩამივარდა ხელში, სადაც იყო საუბარი საზოგადოების წარმატებაზე, რა უნდა გქონდეთ, რამდენად ღირებულია ინფორმაცია, თუნდაც კომუნიკაცია. ეს ჩემთვის იყო სიახლე. დავიბადე რა კომუნისტურ წყობაში, მართალია წითელი სახვევი არ მქონია. არ იყო ამ დროს ასე ვთქვათ, ავწდი, მაგრამ ძალიან ბევრი იყო, ასე ვთქვათ, გადმონაშთი, რომელსაც სტუდენტობის ასაკშიც ვებრძოდი. არაერთი რეფერატი, არაერთი კონფერენცია, არაერთი წარდგინება მქონდა თუ რამდენად ღირებულია თავისუფალი ეკონომიკა, საბაზრო ეკონომიკა, გლობალიზაცია და რამდენად ღირებულია ეს ჩვენი კულტურული ღირებულებების შენარჩუნება და ამის ინტეგრაცია ამასთანავე ფართო საზოგადოებაში, რაც არის სოფლიო ეკონომია. რამდენად სწრაფად იღებთ მაია გადაწყვეტილებას და მე ვიცი რომ თქვენ მანქანის ტარების მოყვარული ბრძანდებით, რამდენად მართალია არ ვიცი, მაგრამ ასეა, სწრაფად ატარებთ მანქანას? იცით რა, იმიტომ რომ არის გავრცელებული აზრი, რომ თუ ქალბატონი, გავრცელებული აზრია ცხადია და ეს ყოველთვის ერთ-ერთში არ ჩდება, თუ ქალბატონი სწრაფად ატარებს მანქანას, ის ძალიან სწრაფად იღებს გადაწყვეტილებასო. ერთ-ერთი ფსიქოლოგი ამბობს ამას დიდი აქტიურობით. უნდა გადავამოწმო კიდეც ახლა ეს თქვენთან, ვიცი რომ მანქანის მართვის მოყვარული ბრძანდებით. თუ სწრაფად ატარებთ მანქანას, აქვე იბადება კითხვა, რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას. როგორც ჩემი მეუღლე ამბობს, კარგად ვატარებთ მანქანას და შემიძლია კონკურენცია გაუწიო მამაკაცებს. რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღებისას, ყოველთვის ხელმძღვანელობ რისკ და კრიზის მენეჯმენტით და ყოველთვის ვცდილობ რომ გავაკეთო გათვლები. რამდენად სწრაფად გააჩნია, ასე ვთქვათ, საკითხს, მაგრამ ძირითადად უფრო სწრაფად. და ამართლებს სწრაფად მიღებული გადაწყვეტილება ხშირ შემთხვევაში. აი, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დაგვიტოვეთ სამოტივაციო ერთი ფრაზა, რომელიც ჩვენს მაყურებელს კიდევ უფრო რა თქმა უნდა შეაგულიანებს და კიდევ უფრო მეტად ჩართული იქნება ქალების ნარატივში. რა არის მთავარი იმისთვის, რომ ქალბატონი კიდევ უფრო გააქტიურდეს დღეს საქართველოში? არ დანებდით.
Never give up ისე. რითაც დავიწყე იგივე. ძალიან დიდი მადლობა მაი მელიქიძეს, რომელიც ასევე, რა თქმა უნდა, მრავალჯერ იქნება ჩვენი სტუმარი, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში სტუმრობდა გადაცემას ქალების ნარატივი. მადლობა. განათლება და ხარისხი, რომელიც წარმატებას განაპირობებს, კომუნიკაციები და ურთიერთობები, რომელიც საკუთარი თავის რეალიზებაში გეხმარება, საკუთარი ინტერესების პრიორიტეტების აღიარება და მუდმივი ზრუნვა კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ეს ის უნარებია, რომელიც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. მოტივაციის ასამაღლებელი მაგალითები მრავლადაა გარშემო. თქვენ წარმოიდგინეთ, საქართველოში და მთავარია გამახვილებული ყურადღება და მათი ჯეროვნად წარმოჩენა. ამისთვის ქალების ნარატივი ყოველ სამუშაო დღეს ზუსტად 1 საათს გითმობთ. ხვალ მორიგი საქმიანი და გემოვნებიანი ნარატივით ხვდებით ერთმანეთს. მომავალ შეხვედრამდე.